ღონიერი გონიერი ჭიდაობის ფედერაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად წიგნიერების ამაღლების პროექტს ახორციელებს. გორში ცხირელის სახელობის დარბაზს 300 წიგნი გადაეცა. დღეიდან გორელის სპორტსმენები მხატვრულ და სპორტულ ლიტერატურას დარბაზის ბიბლიოთეკაში გაეცნობიან. მსგავსი ბიბლიოთეკები საქართველოს ყველა რეგიონში 20 სპორტულ დარბაზში მოეწყობა. ეროვნული ბიბლიოთეკიდან პროექტისთვის 5000 წიგნი გამოიყო. მეც მოგეხსენოთ სპორტსმენი ვიყავი 20 წელზე მეტი, გვიწევდა გასვლა საზღვარგარეთ შეკრებაზე, შეჯიბრზე, წავაწვით უამრავ პრობლემას. ეს პრობლემა იყო პირველ რიგში ენის ბარიერის პრობლემა. აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ ეს წიგნიერება, წიგნის კითხვის პროპაგანდა უნდა გაგვიკეთებინა მოჭიდავეებში, რომ ეს პრობლემა გადაელახა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩაერთო პროექტში ღონიერი გონიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ სპორტულ დარბაზებში, ჭიდაობის დარბაზებში ჩვენ ჩავიტანოთ ლიტერატურა, მათ შორის სპორტული ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურა და ასე შემდეგ, რათა სპორტსმენებს დარბაზშივე კონდეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო ამბებს და ლიტერატურას. პროექტი ღონიერი გონიერი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა სპორტსმენისთვის, ასევე მომავალი თაობისთვის ჯანსაღი თაობა იქნება განათლებული სპორტსმენები, რაც თავარია და ასე გაგრძელდება მთელი საქართველოში, სხვადასხვა რეგიონებში და მთელი საქართველოს მასშტაბით გვეყოლება ჯანსაღი მომავალი თაობა.